სალამი მეგობრებო, ადგილი უსველია, კროკობეთ ლევუარენაზე ვიყოფებით და ვფიქრობ, რომ საინტერესო დღე უნდა გამოვიდეს. ორი ძალიან მაგარი სტუმარი ყავს დღეს. და ხვდებით, რომ სტუმრებმა უნდა მოტესტონ თავისი ავტომობილები და ავტოდრომზე არიან აბსოლუტურად პირველად. ნახოთ, როგორ ინტეგრირდებიან და რა შედეგს დადებენ. მოდი გავიცნოთ. წითელი ავტომობილის მფლობელი ლუკა უნდა გაგაცნოთ და ლუკა, გამარჯობა. მოგესალმებით პირველ რიგში, მე ლუკა ვარგვარაძე, შესყიდვების სპეციალისტი. არასდროს არ მქონია გამოცდილება, არასდროს არ მივლია ტრეკზე. პირველი არის ეს ჩემთვის და მინდა რომ გამოცადო როგორც საკუთარი თავი, ასევე ჩემი ავტომობილი. ვიცი რომ თქვენი კლუბი ატარებს ხოლმე ესეთ ღონისძიებებს, შესაძლებლობას აძლევს ყველას რომ გამოვიდეს. შენი ავტომობილი გაუძლებს ამ ტესტს, Fiat Abarth-ზე რას კვეთქვი, რამდენი ცხენის ძალა აქვს? ქარხნულად აქვს 168 ცხენის ძალა, ყველაფერი არის სულიად ქარხნულ მდგომარეობაში. წესით უნდა გაუძლოს ყველაფერს, რავი, გამოცადოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე ავტომობილი. წარმატებებს გისურვებ, თავიდან რა თქმა უნდა მითითებებს და კონსულტაციას არ მოგცემ, ნახოთ შენი ბაზით რას მოახერხეთ. მე ცოტა რაღაცეებს გაგეხმარებით და მე კიდე ერთხელ გავტესოთ ეს ყველაფერი და დღის ბოლოს შენი ფიდბექი გითხარი, რა ემოციები დაასრულებ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. მეორე მონაწილე, შავი ავტომობილით, იგივე ბრენდი, იგივე ცხენის ძალა, ჩვენთან სტუმარად არის ირაკლი მეტრეველი. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას, მივესალმებით მის მაყურებელს. მოკლედ მე ვარ ირაკლი მეტრეველი, ვარ ექიმი, გაგიგვირდებათ ყველას. აქამდე შეხედა ბოდიში, მაგრამ ექიმებს ძალიან მოწონთ ეს სპორტი და ძალიან ესეთი წარმატებული ექიმებიც ხშირად მოდიახო და მაგარი მანქანებით დადიან. ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული მანქანებით, მომწონს ძალიან. შეხება აქამდე მქონია ავტოსპორტთან, ხშირად დავდიოდი ხოლმე შეჯიბრებდი, მაგრამ ტრეკზე უშუალოდ მე არ გავშლავ და თავი არ გამომიცდია. ეს მექნება საშუალება გავტესტო თავი. გავტესტო ჩემი მეგობარი, გავტესტო მანქანა. ანუ შენი მეგობარია ლუკა, ორი მეგობარი, ორივე ერთმანეთი ავტომობილი. წარმატებებს გისურვებ, შეგიმართ ჩაფხუტი დაიფარო და ნელ-ნელა გავიდეთ გავეცნოთ ავტომობილს. დიდი მადლობა. მოკლედ ბიჭებო, ტრეკს შემოვიდით, ასე თქვათ, მოვემზადეთ. ეხლა უნდა ვნახოთ ჩვენი სპეცმონაკვეთი. პირველ რიგში, რას აკეთებენ ბოლოები, სანამ ავტომობილით გავივლით, ფეხით უნდა გავიაროთ ტრასა, წამოყევით გაჩვენებთ. როგორი იყო გზის ძალიან გასწორება? საინტერესოა. სწრაფი ტრასაა და საკმაოდ ტექნიკური ტრასაა რა. ცნობა უკვე გაიარე, აბა რას გვეტყვი, როგორი შეგრძნებებია? ძალიან მაგარი შეგრძნებებია, ყველას გიჩვენოთ რომ მოგზანდეთ და გამოცადოთ ეს სიამოვნება. გამოცადოთ საკუთარი თავი და საკუთარი ავტომობილი. კაი, წარმატებები, ეხლა უკვე დროზე წავავთ და ნახოთ რა იქნება. დახურულ პარკში გავაჩეროთ, შევამოწმოთ მანქანა. ჯერ არ იციან მაყურებელს ვაჩვენოთ. პირველი ტესტები, აი ესე არის. ბიჭებო, 92 კილოც აქვს.
ძალიან კარგად იარეთ, ჩემი შეფასებით მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად იარეთ, მოკლედ რომ შევაფასოთ, ირაკლი უფრო აგრესიულად იარა და მეტად ისმოდა საბურავების, ასე ვთქვათ, ჭრიალი და მეტ პუშინგს უკეთებდა. ლუკა უფრო კარგი ტრაექტორიებით იარა, თუმცა ოდნავ დაზღვევით იარა და პირველი ტესტის დროები მინდა გავუცხადოთ. ლუკა გვარაძე 2:23:13, აბა აპლოდისმენტები და ირაკლი მეტრეველი 2:23:78. აჩუბე დაახლოებით 1 წამით უკვე ხარა მოახერხა შენმა ავტომობილმა ამ გზის გადალახვა. ერთი შანსი კიდე გაქვთ. უკვე ასე ვთქვათ, მოინათლეთ. იცით რომ 1 წამს გიგებს. დღეს შედეგი ამითი არ დასრულებულა. ერთი გავაგრძელოთ ეს ავტომობილები და ერთი კიდე შევუტიოთ და ვნახოთ როგორ დასრულდება დღევანდელი დღე. შევაჯამოთ. ტესტები დასრულდა, მეორეცდაც გამოიყენეს. ირაკლი, შენ რას ფიქრობ, ხა წინაზე უკეთესი დრო გექნებოდა თუ უფრო უარესი? წინაზე უარესი დრო გექნებოდა. ამას რამდენიმე წამში გავიგებთ, ერთი რაც მინდა გითხრა, ერთი ძალიან ისეთი შეცდომა დაუშვი, ტორმუზი გადაგიწდა და ფაქტიურად ლუკას აჩუქე წერა კიდეც, ალბათ ერთი წამზე მეტი აჩუქე და აი დადგა დრო, მოდი ნახოთ მეორე გზის შედეგები. და ლუკა ტესტი 2-ში 2 წუთი და 21:0-ში გაიგა. შენი დრო 2 წამით გაუმჯობესე, ირაკლი 22:04-ში. ანუ საერთო ჯამში დღევანდელი ტესტის გამარჯვებული გახდა ლუკა გვარაძე. მე ვახსენე კიდეც რომ უფრო მოზომილად დადიოდა, უფრო დაზღვევით დადიოდა და შესაბამისად დროც არ დაუკარგია. რომ ორივე ბიჭმა ძალიან კაი შედეგი ატარეს პირველი მოსვლისთვის. ირაკლი უფრო მეტად აგრესიული იყო და ის ერთი სამედისწერო შეცდომა რომ არ დაეშვა, დარწმუნებული ვარ რომ 1 წამით ალბათ უკეთეს დროში იუღდა. თუმცა ეს რბოლა ზუსტად მე-100 წამებზია და დღევანდელ ტესტში გამარჯვებული გახდა წითელი თუ შავი. წითელი ამარტყა გაიმარჯვა. მომეორდები იმას, რომ ეს ჩემი პირველი ტრეკზე გამოსვლა იყო. ძალიან მოწამული ვარ, ესე რომ ვთქვათ. ადრენალინის, ძალიან დიდი ზღვა იყო, მოზღვავებული იყო და ყველას გირჩევთ რა, ჩემი კლუბიდანაც აუცილებლად ვიცი, რომ ბიჭები წამოვლენ, ქუჩიდანაც ავტომობილები, ცხად ქუჩის მომოლადები ყველას გისურვებთ და ყველას გირჩევთ, რომ მოხვიდე და წარმატებული დროები, კარიერა და ასე შემდეგ აჩვენოთ რა და 10 კიდე აქ რაც არ უნდა გქონდეთ, აქ წითელი აბარდი ყოველთვის მიიღა სტარტზე და მეც ასევე ვეცდები რომ მანქანა გამომართო და უფრო მეტი შედეგები და კარგი შედეგები დავდო. დავტესტე ჩემი მანქანა საკუთარი თავი, ჩემი მეგობარი. კარგი ემოციებით ვარ, დადებითი ემოციებით ვარ დატვირთული. ჩავატარეთ 2 გარბენი. პირველში ცოტა დაახლოებით 1 წამით მოუგეთ მეგობარს, მაგრამ მეორეში მიდოდა უკეთესი შედეგი დამედო, რის გამოც საბედისწერო შეცდომა დაუშვი და გადავარდი გზით. გაიმარჯვა მეგობარმა, მადლობას ვუხდი ისევ ჯორჯიან პეტროვეცს და თუ რამე შეჯიბრი იქნება, თუ ჩატარდება წყულთარბოლა იქნება, რალი სპრინტი იქნება, თუ რაც იქნება, თუ ჩატარდება რაიმე შეჯიბრი, სტარტზე იქნება. ფიქრობ რომ დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ ავტომობილებით, სულ მინდოდა მენახა Fiat Abarth რასი ზავდა ვილო არენაზე და თან ორმაგისი ამოვნება მივიღე იქიდან გამომდინარე რომ Fiat Abarth-იც გაიტესტა და ახალ ბედა პილოტები გაიტესტენ, რომლებიც ჩემი დაკვირვების ქვეშ იყვნენ და ასე ვთქვათ საინტერესო დასრულდა შედეგი. შემდეგ ეპიზოდში სხვა ავტომობილებს ვნახავ, სხვა მოყვარულებთან ერთად. შეგვიძლია დააკომენტაროთ, გითხრათ, რომელ ავტომობილს იხილავდით კიდე, რომ გავუტესოთ არენაზე და მე შევადაროთ დამწყები იმ ავტომობილების პილოტები აჯობებენ თუ არა Fiat Abarth-ს. ნახოთ შემდეგი ჩელენჯი როგორ იქნება.